ტყუილებით, სიმართლის დამალვითა და მანიპულაციებით, მოსახლეობაში ხელოვნური პანიკის შექმნა, ეს რადიკალური ოპოზიციის ნაცნობი ხელწერაა. ზეწოლის ამ მექანიზმს პოლიტიკურ აგონიაში მყოფნი ხშირად მიმართავენ, თუმცა დრო მაჩვენა, რომ მათი ეს მეთოდები არ მუშაობს. რამდენადაც დიდი და უტიფარია რადიკალთა ტყუილები, მით უფრო მარტივი ხდება მათი გამოაშკარავება. ბოლო პერიოდია, ნაცოპოზიციის განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული დადებითი რეალობის გაყალბებას ეთმობა. უკანასკნელი თვეებია, რადიკალ პოლიტიკოსები, მათი მხარდამჭერი მედია საშუალებები თუ ვითომ ექსპერტები ყოველდღიურ რეჟიმში ეკონომიკურ კრიზისს წინასწარმეტყველებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა ბოლო წლებია ყველასათვის საგრძნო აღმავლობას განიცდის, ქვეყანა ამ მხრივ წინ მიიწევს და ამას არამხოლოდ რიცხვები, არამედ ყველა საერთაშორისო გავლენიანი სარეიტინგო კვლევა ადასტურებს, რადიკალები გვიმტკიცებენ, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის პირასაა, თუმცა მათი ნავარაუდევი კრიზისი არა და არ დადგა. ხელოვნური პანიკის შექმნისათვის გამოყენებული ტოპ ფეიკების სია ასე გამოიყურება. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი სულ მალე დაიწყება. საქართველოში ტურიზმი გაჩერებულია და აღარ არსებობს. საფონდო ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების ფასები ეცემა. ქვეყანაში აღარ იდება ინვესტიციები, ან აღარ შემოდიან ახალი კომპანიები. უფასურდება ეროვნული ვალუტა. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება. მოსახლეობაში გამოიწვიონ პანიკა, თუმცა წლებია ეს არ გამოსდით. რადგან ჯანსაღი და სტაბილური ეკონომიკური განვითარება მსგავს მცირემასშტაბიან პანიკებსა და რყევებს მარტივად და სწრაფად უმკლავდება. თუ დავაკვირდებით ჩვენ რა დროს ხდება ეკონომიკური დეზინფორმაციის გავრცელება, ძალიან კარგად დაემთხოვა სხვადასხვა ტიპის მღელვარების წახალისების პერიოდს, როდესაც საჭიროა რომ მღელვარება წახალისდეს. სამწუხაროდ ვინ ზარალდება ამ დროს? ამ დროს რეალურად ჯამში ქვეყნის იმიჯი ზარალდება, მაგრამ ერთი რამეა, საქართველოს იმდენად მდგრადი ეკონომიკა შექმნა ქვეყანამ, რომ მოკლევადიანი რყევებიდან რეაბილიტირებას ახერხებს ძალიან სწრაფად. ანუ ეს სპეკულაციები დიდად ქვეყანას ჯამში ვერ აზარალებს მისი მდგრადობიდან გამომდინარე, მაგრამ ზარალდება რიგითი მოქალაქეები. ის ადამიანები, ვინც ყოველგვარი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე დაჟინებულად ამტკიცებენ მოახლოებულ კრიზისს, გვერდსულიან ოფიციალურ მონაცემებს და უგულვებელყოფენ საერთაშორისო რეიტინგებს, რა თქმა უნდა, თავად რადიკალები არიან. მაგალითად, სააკაშვილის პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, დამნაშავე რეჟიმის პრემიერი, რომელიც გულისტკივილით საუბრობს თავისუფალ ბიზნესზე, მეტიც, ის პლატფორმა Free Business-საც უდგას სათავეში. გილაური და თავისუფალი ბიზნესის ერთიანობა საკმაოდ უხერხულად ჟღერს. მაშინ, როდესაც მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში საქართველოში არათუ ბიზნეს თავისუფლება არსებობდა, არამედ ბიზნესმენებს, რომლებიც მათ მხარეს არ იყვნენ, არ ეკეტებდნენ, აპატიმრებდნენ, ართმევდნენ მთლიან ქონებას. ახლა სწორედ ეს ადამიანი გვესაუბრება თავისუფალ ბიზნესზე. ნიკა გილაური ყოველდღიურად ყველა ნაცმედიის საშუალებით იმუქრება ეკონომიკური კრიზისის დადგომით. ჩვენ გვაქვს სერიოზული ეკონომიკური პრობლემის პროგნოზი უკვე გამზადებული სურათი გვაქვს ამის. ამ სიაშია გიორგი ქადაგიძე, მიშას დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო. იმ ბანკის, რომელსაც მაშინ ეროვნულობის არაფერი ეტყობოდა და სრულიად ნაცმოძრაობის სურვილებზე იყო მორგებული. გიორგი ქადაგიძე ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომელიც ბანკი ქართუს გაკოტრების სქემაში მთავარ როლს ასრულებდა. ეს ადამიანი კი დღეს საკუთარ ყალბ და მიკერძოებულ ეკონომიკურ ხედვებს ნაცმედიებიდან საკმაოდ ხშირად გვიზიარებს ხოლმე. სამწუხაროდ ჩვენ გველის ძალიან მძიმე პერიოდი ჩვენ გველის როგორც ეკონომიკური კრიზისი, ასე როგორც პოლიტიკური კრიზისი, ეს უბრალოდ გარდაუვალი არის. ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირი, გიორგი ისაკაძეც აქტიურადაა ჩართული ეკონომიკური პანიკის შექმნაში. მისი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია BMG საკუთარი მაუწყებლობითა და TV პირველის ეთერით გვიზიარებს ნეგატიურ ეკონომიკურ პროგნოზებს. მათ ეთერებში ხშირად გვესმის, რამდენად რთულადაა ეკონომიკური სიტუაცია. ამ მედიის მიზანი არ არის მხოლოდ მოქალაქეების დაპანიკება, არამედ თავად მეწარმეებისა თუ ბიზნესმენებისთვის ნეგატიური განწყობების შთაგონება. არც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების დასკვნები იძლევა რაიმე განსაკუთრებული დამშვიდების საფუძველს უახლესი მომავლისთვის იმ ფონზე, რომ საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა მათი შეფასებით არის მყარად გაუარესებული, სწორედ ინსტიტუციური.
და პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო და არანაირი განცდა, რომ ეს პოზიტივისკენ შეიცვლება არც Moody's-ის ან გნებავთ S&P Global-ის ეკონომისტებს არ აქვთ. აპოკალიფტურ სცენარებს გვიხატავს გიორგი ჩუგოშვილი, ოპოზიციონერ თამარ ჩუგოშვილის ძმა. ის პლატფორმა Free Business-ის დამფუძნებელია, რომელიც ყოველდღიურად ქართული ბიზნეს გარემოს ჩამოშლას და ეკონომიკურ კოლაფს პროგნოზირებს. 2025 წელს ამ პოლიტიკური ესკალაციის და ქვეყნის იზოლაციის პირობებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მძიმე იქნება ჩვენი პროგნოზით და ძალიან შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას. ტურიზმი, რომელსაც უკვე დეკემბერში, იანვარში განსაკუთრებით ჰქონდა პრობლემები და ამ კუთხითაც შემოდინებებს ექნება პრობლემები. ეკონომიკური კრიზისი იქნება, იმიტომ რომ პოლიტიკა აუცილებლად ჩაითრევს ეკონომიკას კრიზისში. მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის უკუსლოში არწმუნებს ხალხს, საქართველო ვითარდება. ქართული ეკონომიკა უმაღლეს ნიშნულებს აღწევს. იხსნება ახალი საწარმოები, განახევრებულია სიღარიბე, ინფლაცია 0%-ს უტოლდება. იქმნება სამუშაო ადგილები, ქვეყანაში იდება მრავალმილიონიანი ინვესტიციები. ბაზარზე შემოდიან ახალი ავიაკომპანიები, რეკორდულია ტურიზმის მაჩვენებლები. ამ ყველაფრის ერთობლიობა და კიდევ სხვა მრავალი დარგის განვითარება. საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა რიცხვით ზრდას და ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს. საქართველოს ეკონომიკური წინსვლის უკან დგას გრძელვადიანი სტრატეგიული და გონივრული პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნების ეკონომიკური გუნდი ატარებს. სწორედ სწორი მიდგომა ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას და ზრდას განაპირობებს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად ეკონომიკად იქცა. საქსტატის მონაცემების მიხედვით 2025 წელი ეკონომიკური ზრდით დაიწყო და პირველი კვარტლის მონაცემებით ზრდამ 9.3% შეადგინა, მხოლოდ მარტში კი ეკონომიკური ზრდა 9% იყო. ჩვენი ქვეყნის შესახებ ვრცელანგარიშს აქვეყნებს ევროკომისია, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში 2024 წელს 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. როგორც ანგარიშში წერია, ასეთი ზრდა გამოიწვია სხვადასხვა ფაქტორებმა, მათ შორის ხელფასების მკვეთრმა ზრდამ, დასაქმების მატებამ და შესაბამისად უმუშევრობის შემცირებამ, გაზრდილმა ინვესტიციებმა, ინფლაციის შემცირებამ. ევროკომისიის ანგარიში მოიცავს სამომავლო პროგნოზებსაც, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ზრდა 2025-26 წლებში შენარჩუნებული იქნება. 2024 წელს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 9.4%-ით. ზრდის მთავარი ფაქტორები იყო კერძო და სახელმწიფო მოხმარება, რასაც ხელი შეუწყო ხელფასების მკვეთრმა ზრდამ, დასაქმების მატებამ და სწრაფად მზარდმა სამომხმარებლო სესხებმა. ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციებიც, რაც განპირობებული იყო ბიზნესის სესხების ზრდით, საწარმოთა კარგი ფინანსური შედეგებითა და საჯარო ინვესტიციების გაძლიერებით. ზრდის პროცესში საქონლისა და მომსახურების სუფთა ექსპორტისა და მარაგების წვლილი უარყოფითი იყო. მიწოდების მხრიდან დამატებული ღირებულება ყველაზე მეტად გაიზარდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მშენებლობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა მომსახურების სფეროებში. დადებით ტენდენციებზე საუბრობენ გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს 2025-29 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება როგორც რეგიონში, ისე მთლიანად ევროპაში. აღსანიშნავია მსოფლიო ბანკის კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული. მსოფლიო ბანკმა საქართველოს შესახებ სიღარიბის და თანასწორობის ახალი მოხსენება და 2027 წლის ჩათვლით სამომავლო პროგნოზები გამოაქვეყნა. გავლენიანი ორგანიზაციის კვლევაში წერია, რომ უკიდურესი სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილმა 2 წელიწადში თითქმის 2.5-ჯერ დაიკლო. მსოფლიო ბანკი საუბრობს ეკონომიკურ ზრდაზეც, რომლის მიხედვითაც საქართველოს მაჩვენებელი სოლიდურად აღემატება ცენტრალური ევროპის მაჩვენებელს 2.7%, აღმოსავლეთ ევროპის მაჩვენებელს 2%, ცენტრალური აზიის მაჩვენებელს 5%, დასავლეთ ბალკანეთის მაჩვენებელს 3.5%. საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე ანგარიშს აქვეყნებს აზიის განვითარების ბანკიც, სადაც ვკითხულობთ, რომ გლობალური გაურკვევლობებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე 2025 წელს სტაბილურად ზრდას განაგრძობს და შეუძლია კიდევ უფრო გაფართოვდეს. აზიის განვითარების ბანკის მთავარ ეკონომიკურ ანგარიშში ვარაუდობენ, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2025 წელს 6%-ით გაიზრდება. საქართველოს გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრობენ ადგილობრივი ინსტიტუტები. მაგალითად, საინვესტიციო ბანკი Galten Tagarti საქართველოს 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდას უწინასწარმეტყველებს. ეკონომიკური ზრდის პარალელურად მაღალ შეფასებას იღებს ქვეყანა მთავრობის გამჭვირვალობის კუთხითაც. დემოკრატიის აღქმის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველოს მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში პირველ ადგილზეა. საერთაშორისო
საერთაშორისო შემფასებელი ცენტრის დემოკრატიების ალიანსის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა ეგრეთ წოდებულ მწვანე ზონაში, ანუ დადებითად არის შეფასებული. სოფლიოს დიდი 4-ეული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების. სოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. 4-ივე აღნიშნავს, რომ მათი ციფრებით, ასე ვთქვათ, ეს არ არის შინაარსობრივი ნაწილი, მაგრამ მათი ციფრებით, რომ საქართველოს ექნება 2025 წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ისინი ვარაუდობდნენ 2024 წელს. ანუ ვიდრე ისინი ვარაუდობდნენ სწორედ საპარლამენტო არჩევნებამდე. ანუ წარმოვიდგინოთ, რომ სოფლიოს დიდი 4-ეული თურმე სოფლიოს დიდი 4-ეულმა თურმე არ იცის, რომ საქართველოს იზოლაციაშია და ცალკეულმა მართლა ვიღაც პოლიტიკოსებმა მათ ცხოვრებაში რომ ასე ვთქვათ, ახალს ვეღარაფერს მიაღწიეს, ისინი თვლიან, რომ საქართველოს იზოლაციაში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების კვლევებისა და ოფიციალური მონაცემების მიუხედავად, ნაცრადიკალები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ საქართველოს არანაირი ეკონომიკური ზრდა ან დადებითი მაჩვენებლები არ აქვს. აი, ყოველ კვირა მძიმდება მოცემულობა. კარგი მაჩვენებლები საქართველოს არაფერში არ აქვს, ეკონომიკური ზრდა ბელორუსსაც აქვს და შეიძლება ჩრდილო კორეასაც ჰქონდეს, ეკონომიკური ციფრები გამომდინარეობს არა ქართველი ხალხის კეთილდღეობიდან, არა ქართველი ხალხის ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებიდან, არამედ რამოდენიმე ასეული ოჯახის ბიზნესების განვითარებიდან. აი ეს არის ამ ციფრების გამოქვეყნების საფუძველი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ტურიზმის სფერო, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანაში რეკორდულად მაღალ მაჩვენებლებს აფიქსირებს. ოპოზიცია კი ჯიუტად აპელირებს ტურიზმით. ამბობდნენ, რომ დარგი კრიზისშია და დაღმავალ ტრენდს განიცდის. ქვეყანაში ტურისტული ნაკადები შემცირდნენ. ჯერ კიდევ ბოლომდე არ ასახულა ჩვენს ეკონომიკაზე ის პროპოლიტიკური კრიზისი, რაც საქართველოს შესული, თუმცა აბსოლუტურად ყველა მაჩვენებს იმისკენ, რომ მიუთითებს იმისკენ, რომ ჩვენ წელს არც თუ ისე ადვილი წელი გვექნება, თუნდაც იქნა გამომდინარე, რომ ნოემბერ-დეკემბერში უკვე ვნახეთ ტურიზმის ციფრები, იანვარშიც არანაირად უკეთესი არ არის. თუმცა ტურიზმის მაჩვენებელი სულ სხვა სურათს გვიჩვენებს. ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იმატებს და ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის ტურისტები ჩამოდიან. საქართველოში ბოლო 3 თვეში მილიონამდე ტურისტი ჩამოვიდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2%-ით მეტია. გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურობის რაოდენობაც. 2025 წლის პირველ კვარტალში 1.5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა. რეკორდულია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის დასაწყისშივე და ის $826 მილიონ შეადგენს. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მიმზიდველობა უფრო და უფრო მატულობს. ამას კი ადასტურებს ჩვენს ქვეყანაში შემოსული ახალი ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოს აეროპორტებიდან ევროპისა და აზიის ქალაქების მიმართულებით პირდაპირ რეისებს ახორციელებენ. ნაცმედიაში ცრუ კამპანია მიმდინარეობდა თითქოს საფონდო ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების ფასები ეცემა, რაც ასევე სიცრუეა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება. ბევრმა ინვესტორმა ერთდროულად გაყიდა აქციები ზუსტად ამის გამო. ეს არ არის მხოლოდ ორი ბანკის აქციების ვარდნა. ეს ბანკები ასახავს დამოკიდებულებას მთლიანად ქართული ეკონომიკისადმი და შესაბამისად ამ აქციების ფასების ვარდნა ნიშნავს ქართული ეკონომიკის ჯამურად და ქართული კომპანიების ღირებულების ვარდნას. თუ ქართული კომპანიების ღირებულება ეცემა, ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს ნაკლებ ინვესტორს, ეს ნიშნავს ნაკლებ ეკონომიკურ აქტივობას, ნაკლებ დასაქმებულ ადამიანს და შესაბამისად ნაკლებ მომხმარებლებს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ახლა ქართული აქციების ფასები რეკორდულად მაღალია. შეტევის ერთ-ერთი დიდი ნაწილი მიემართებოდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც ჯერ კიდევ გასული წლის მაისში, 1 წლის წინ როდესაც გამჭვირვალეობის კანონი იქნა მიღებული, რომელიც მონათლული იქნა, ასე ვთქვათ, აგენტების თუ რუსულ თუ რაღაცა კანონად, იყო იქ საუბარი, რომ აი ამ კანონის მიღების შემდგომ ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემოდა და ეს ვარდნა გაგრძელდებოდა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ძალიან მარტივი რამ და ეს არის გადამოწმებადი რამოდენიმე წამის საკითხია, 1 წუთიც არ ჭირდება ამას, რომ დღეს ქართული კომპანიების აქციები აი 1 წლის შემდგომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის სარეკორდოდ გაზრდილი.
ოღონდ სარეკორდოდ გაზრდილი არა მხოლოდ გასულ წელთან შედარებით, საერთოდ რაც კი ლონდონის კომპანიაზე გასულან ქართული კომპანიები რეკორდია ახლა. ეკონომიკური პარამეტრები არის თვლადი და შეუძლებელია მისი გაყალბება. ციფრები არ ტყუიან. ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი გამოთვლებით საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად მზარდია. ეკონომიკური ზრდა იანგარიშება საერთაშორისო მეთოდოლოგიით, შესაბამისად მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, რომელსაც აღიარებს არა მარტო ჩვენი ადგილობრივი წარმომადგენლობა, ესე ვთქვათ, ხელისუფლება იქნება ბიზნეს სექტორი თუ სხვადასხვა ორგანიზაციები, არამედ მსოფლიო ბანკის სავალუტო ფონდი და მსგავსი საერთაშორისო ტიპის ორგანიზაციები. შესაბამისად, აქ ეჭვის შეტანა უაზროა. მთავრობის მიერ სწორად დაორგანიზებული და ეტაპობრივად განხორციელებული გეგმები მუშაობს. ეს მხოლოდ ციფრებში არ გამოიხატება. პირველ რიგში ამას ქართველი ხალხი გრძნობს. ოპოზიციის მიერ ნათქვამი უსაფუძვლო ტყუილები კი მხოლოდ ქვეყნის უკუსლისთვის არის გამოგონებული იმისთვის, რომ ნაცრადიკალებმა საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ. პროცესი მიმდინარეა და ქვეყანა სწორად რეაგირებს მსოფლიო გამოწვევებზე. ქვეყნის ხელისუფლება კი ქმნის პირობებს, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი არა მხოლოდ შენარჩუნდეს, ის კიდევ უფრო მზარდი გახდეს, რაც საბოლოო ჯამში თითოეული მოქალაქის გაუმჯობესებულ ცხოვრების დონეზე აისახება.